მჟავრდებულები მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, უნისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავეცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა. მოსამართლე თეა ლეონიძემ 11 ბრალდებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში გაამართლა, თუმცა პირველი ინსტანციის მოსამართლის ნინო გალუსტაშვილის განაჩენის მსგავსად ჯგუფურ მოქმედებაში დამნაშავეცნო. მჟავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებაში 2 წლიანი სასჯელის მოხდას 8 თვეში დაასრულებენ. დღევანდელ პროცესზე სამამ მჟავრდებულმა ანდრო ჭიჭინაძემ, უნისე ცხადაძემ და ვალერი თეთრაშვილმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლის. ეკალე მონჯავა ესწრებოდა სასამართლო პროცესს, ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ეკარის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება, რა თქვეს სასამართლო პროცესზე მჟავრდებულებმა. მოსამართლე თეა ლეონიძეს არ განუმარტავს თუ რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მან მხოლოდ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც 11-ვე მსჯავრდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ მოქმედებაში და ამ გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. ამ განაჩენის მსგავსადაც ნინო გალუსტაშვილმა 11-ვე პირი დამნაშავეცნო ჯგუფურ მოქმედებაში, თუმცა გამართლდნენ ისინი ჯგუფურ ძალადობაში. 1 საათის განმავლობაში თათბირობდა თეა ლეონიძე ამ განაჩენს. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა 9 მსჯავრდებული, 2 მათგანი არ იმყოფებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე პენიტენციური დაწესებულებიდან. ოქმი იყო წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ისინი უარს აცხადებდნენ დღევანდელ პროცესზე დასწრებაზე. ვიდრე მოსამართლე გავიდოდა სათათბიროდ და განაჩენს გამოაცხადებდა, იქამდე მან მოусმინა 3 მსჯავრდებულს, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძეს, უნისე ცხადაძეს და ვალერი თეთრაშვილს. სამივეს ჰქონდა, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე პათოსი, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე ევროპული მომავლის დასაცავად იმყოფებოდნენ. ამასთან ისინი მოსამართლეს ეუბნებოდნენ, რომ არაფერი ჰქონდათ მასთან სათხოვარი და რომ მას სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა. ასევე ისაუბრეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, ასევე იმაზე თუ როგორ მოხდა მათი დაკავება, რატომ იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე და ასევე ისინი ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ მათი შეფასებით სახელმწიფო ბრალდებამ ვერ შეძლო მათი ბრალეულობის ვერც ერთ ინსტანციაში დადასტურება. მე შემიძლია გესაუბროთ განზრახვაზე და მიზეზებზე, რატომ ვიყავით იქ. განზრახვაც და მიზეზიც ერთი იყო. მინდოდა სამართლებრივ და ღირსეულ სახელმწიფოში მეცხოვრა. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რა შუაშია 28 ნოემბრის განცხადება ამ ყველაფერთანო. თუმცა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ცივილიზაციისგან მოწყვეტა და საგარეო კურსის შეცვლა პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს იმ ფასეულობების დეგრადაციისკენ, რა ფასეულობებიც გვინდა ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთ, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული იქნება. მარტივად რომ თქვა, აქამდე რომ არ მივსულიყავით, სადაც ახლა ვართ. იმიტომ ვიდექით იქ და გამოხატავდით ჩვენს აზრს სრულიად მშვიდობიანად. ყველა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების მიხედვით კატასტროფული მდგომარეობა იყო. ზუსტად იმ სიმართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო და ჩვენი საქმეც ამის ნაწილი გახდა. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიმუშები, რომელზეც არ არის აუცილებელი ადამიანმა საქმის მასალები იცოდე. ერთი შეხედვითაც ჩანს ყველაფერი. ზუსტად იმიტომ დაიხურა პროცესებიც, რომ ერთი შეხედვითაც შეეძლო ადამიანს ტელევიზორიდან ენახა და მარტივად მიხვდებოდა, რომ ეს რაღაცა ფარსი ჰქვია თუ აბსურდი. ეს ყველაფერი კარგად ჩანდა. ერთი რამ მინდა გულწრფელად გითხრათ, თქვენ არ განიხილავთ მარტო ჩვენს საქმეს. თქვენ განიხილავთ გარკვეულწილად იმას, თუ რა ფორმით იარსებებს ეს ქვეყანა და რა იმიჯი, მომავალი ექნება. ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ირიბად რამეს გთხოვთ. პირიქით, თქვენ ამას გთხოვთ სამართლიანობის პრინციპი. მე არავისთან არაფერი სათხოვარი არ მაქვს. დიდი მადლობა. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს უსწრია ზარბაზანი ეკლესიიდან კანონიერი ხელისუფლებისთვის. არც ავტობუსით შევარდნილ ვარ ხალხის მასაში, არც ბაღებიდან მომიპარავს ბავშვებისთვის ფული, არც მოხუცებისთვის მომიპარავს რამე. მაგრამ მაინც კარგი ადამიანი არ მგონია თავი და ვისაც ეს უკეთებია, იმათ რატომ მგონიათ თავი კარგი ადამიანი არ ვიცი. ჩვენს ქვეყანაზე ვფიქრობთ, როცა მოსამართლეები, პროკურორები ვართ, სად ვართ, მხოლოდ ამ შენობაში? თქვენ თუ ამ საქმიდან, ამ ფურცლებიდან უნდა
გამოიტანოთ განაჩენი, სადაც ბრალი წერია 100 არ გამოვა. ყველაფერი გაცილებით ადრე იწყება და უსამართლობას ეხება. ან ჩუმად უნდა იყო, ან ქოცი იყო. მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც ქოცობა. ვფიქრობ, ცუდ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ, იმიტომ ვიყავი იქ. არც გარიგებას ვაპირებ და არც თხოვნას. თქვენ გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით. საზოგადოებაში თავხედურად მოქცევას არ ვეთანხმები, მაგრამ ყოველს გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები. რაც მე გავაკეთე, იქ საერთოდ არ გაცილებია. მაქსიმუმ ადმინისტრაციული მუხლი იყო, სისხლის სამართლის ჩარჩოებში არ ჯდება. მოძულბიჭო აგრესიული ადამიანები სამსახურში შემოვარდნენ. აზე რომ მოვედი, დამარეკინეთ მეთქი და ისე ჩაიცინეს, მივხვდი რომ ჩემი საქმე კარგად არ იყო. ორთაჭალაში წამიყვანეს CKPD-ში. ანახული დაკითხვა მომიწყვეს. ბორკილები არ მოუხსნიათ იქ რომ მუშაობ გარკვეული დონის ინტელექტი მაინც მოგეთხოვება. ეს მათ ნული ჰქონდათ. მეგონა სასამართლოში მივადა იქ მაინც მომისმენენ. იტყვიან ეს ადამიანი ციხეში არ უნდა წავიდესო, მაგრამ პროკურორების 5 წუთიანი ბრუნყუნი საფუძვაზე. აქ ამოვყავი თავი. პირველი პროცესი იყო ძალიან სასაცილო. იურიდიული განათლება საერთოდ არ იყო საჭირო. გაეგო ადამიანს რომ დამნაშავეები არ ვიყავით. მინდა ვახსენო მოწმეები. პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავი ტექსტებით იყვნენ და ჩვენს სასარგებლოდ საუბრობდნენ. აშკარად პოლიტიკური რეპრესიები შეიკრა სამართლიანობის სახით. იქ მოსამართლეებს არაფერი უკეთებიათ გარდა იმისა, რომ მათ პროკურორების საზიზღარე ბრალდებებისთვის და შუამდგომლობებისთვის იურიდიული სახე მიეცათ. თავიდანვე ესეთი განწყობა ჰქონდა, რომ არც შემცირება იმ რაოდენობა ამ ერთი შეიძლება და 6 თვე მოეკლოთ, შეიძლება ცოტათი მეტი, მაგრამ ესეც ვფიქრობდით, რომ არაფერი არ მოხდებოდა ჩვენთვის სასიკეთო ყოველ შემთხვევაში. ყველამ ვიცით, რომ აქ არც ერთი ნიშანი რამე დანაშაულის არ იყო. იყო გამოხატულება თავისუფლების, თავისუფალი აზრის. არაფერი საერთო ამათ ერთმანეთში არ ჰქონდათ, გარდა ის, რაც გაუჩნდათ ციხეში და ამიტომ არანაირი საფუძველი არაფრის არ იყო. ეს განაჩენი არის ტოტალური განაჩენი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე. მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას ხტომათა დარბაზში ხმაური დაუკმაყოფილება მოჰყვა. დღეს მოსამართლე თეა ლეონიძის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა როგორც არც პროკურატურის, ასევე არც დაცვის მხარის საჩივარი. პროკურატურა აფასებს იმ მტკიცებულებებს ჩვენთან კომენტარის დროს, თუ რის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ქვეყნის ნომერ 2 ინსტანციის სასამართლომ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი მხარის სააპელაციო საჩივარი და 11-ვე მსჯავრდებულის მიმართ უწყვეტად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი. ბრალდების მხარე დავეზრდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გავეცნობით და ალბათ დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ ცეკვდილ სასამართლოში. ჩვენ ვითხოვდით კვალიფიკაციის შეცვლას, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ და არც ბრალდების მხარის და არც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა. 11 ბრალდებული, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ ამ ადამიანებს მისჯილი, ნაწილი უკვე მოხდილი აქვთ და ისინი შესაბამისად პენტენციურ დაწესებულებას დატოვებენ 8 თვეში. დღეს, როგორც უკვე იცით, ნომერ 2 ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა და ისინი დამნაშავეცნო ჯგუფურ მოქმედებაში.